საპენსიო ფონდის ზობამ 8,9 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის 2,4 მილიარდი საინვესტიციო აქტივობიდან მიღებული შემოსავალია. ფონდის მონაცემებით იანვარში ფონდის ზომა 300 მილიონი ლარით გაიზარდა. პორტფელებმა კი მაღალი ზრდა დააფიქსირეს, კერძო დინამიკური პორტფელი 2,76%-ით გაიზარდა, დაბალანსებული 2%-ით, ხოლო კონსერვატიული პორტფელი დაახლოებით 1,9%-ით. ამჟამად სქემაში უკვე 1,715,000 ადამიანია გაწევრიანებული და მათი ნაწილი პენსიასაც იღებს. როგორ იმართება საპენსიო დანაზოგები, რა სჭირდება ფონდს ამონაგების რეალური ზრდისთვის და იგეგმება თუ არა თანხის ახალ ინსტრუმენტებში დაბანდება. საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, მოგისალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვიერთდი. მადლობა ნინო პირიქით სტუმრობისთვის. პირველ რიგში მოდით გავაანალიზოთ, რა საჩვენებს საპენსიო ფონდის დანაზოგების ზრდის ტემპი, რეალური ამონაგები როგორი არის, რამდენად დამაკმაყოფილებელია, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის ტემპსაც, რომელიც იანვარში საკმაოდ მაღალი იყო. ზოგადად მიმოვიხილავ 2025 წელსაც და 2026 წლის პირველი თვის შედეგებსაც ჩვენი აქტივები საკმაოდ მაღალი ტემპით აგრძელებს ზრდას. მხოლოდ 2025 წელს დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი აქტივების მოცულობა, წლის ბოლოსთვის 8,2 მილიარდი შეადგინა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა იანვარშიც. ამ ზრდის ორი ძირითადი წყარო არსებობს. ერთი არის კონტრიბუციები, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მონაწილეებისგან და აქაც საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი გვაქვს და მეორე არის მოგება, რომელსაც ვაგენერირებთ ჩვენს ინვესტირებაზე. მხოლოდ 2025 წელს 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ და როგორც აღნიშნეთ, ფონდის გაშვებიდან დღემდე ეს მაჩვენებელი თითქმის 2,9 მილიარდ ლარს აღწევს და ეს პირველ რიგში ასახავს იმ ინვესტიციებისგან მიღებულ მოგებას, რომელშიც გვაქვს ჩვენი აქტივები ინვესტირებული. წელი განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა, განსხვავებული იყო სხვადასხვა აქტივის კლასისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად პოზიტიური აღმოჩნდა გლობალური აქციების ბაზრებისთვის. როგორც იცით, აქციების ბაზარზე გარკვეული მერყეობა წლის განმავლობაშიც იყო, ბოლო პერიოდშიც აისახება, თუმცა წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი აქციების პორტფელი, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე და ეს მომგებიანობაც განსხვავებული იყო. მაგალითისათვის კონსერვატიულ პორტფელმა 2025 წელი 11,8 მოგებით დაასრულა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მაგალითად დინამიკური პორტფელისთვის 15,2% იყო, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ დინამიკურ პორტფელში ბევრად დიდი არის წილი საერთაშორისო აქციების. ანა, მიუხედავად ამის, ინფლაციაზეც საინტერესო არის და შემდეგ ჩაგეკითხებით. კი, ინფლაცია, როგორც იცით, ბოლო 3 წელია საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, 2023-24 წლებში საკმაოდ დაბალი იყო. 2025 წელში მსოფლიო ბაზრებზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ჩვენთანაც შედარებით დაჩქარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს მცირედით აღემატება, დაახლოებით 4% იყო წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი და 2026 წელს მოსალოდნელია ინფლაციური წნეხის შედარებით შენელება და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, რაც რა თქმა უნდა ჩვენი რეალური ამონაგებზე დადებით გავლენას მოახდენს. თუმცა მიუხედავად დაჩქარებული ინფლაციისა, თუნდაც 2025 წელს რეალური ამონაგები წლის ჭრილში საკმაოდ მაღალი იყო, დაახლოებით 7,9% შეადგინა მთლიან აქტივებზე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია თუნდაც რეგიონში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვინაიდან იქაც ინფლაციური წნეხი ყველა ქვეყანაში იყო. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ, რომ გლობალური აქციების ბაზარი დაეხმარა საპენსიო ფონდს კარგი ზრდისთვის, თუმცა დინამიკურ პორტფელში მაინც ძალიან ცოტა დანაზოგი ხდება და რატომღაც არ ხდება მოსახლეობისთვის უფრო მეტი მიწოდება ინფორმაციის, რომ შესაძლებელია მათი დანაზოგები უფრო სწრაფად გაიზარდოს, თუ დინამიკურ პორტფელში მოხდებოდა გადატანა და აქტივობა ამ კუთხით მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში არც თქვენი მხრიდან. თუმცა მაინტერესებს დღეს როგორ არის დაბანდებული დინამიკური პორტფელის მსგავსად, სადაც ყველაზე მაღალი არის თქვათ აქციების წილი, ჯამში აქციებში რა მოცულობის თანხები არის დაბანდებული საპენსიო ფონდის ნაწილში, რომ გაგვიმხილოთ.
ჯამურად, როგორც აღნიშნეთ, სამ განსხვავებულ პორტფელს მართავთ და განსხვავებული არის ჩვენი აქტივების ალოკაცია. ჯამურ აქტივებს რო შეხედოთ, ანუ 8.5 მილიარდიდან დაახლოებით 20% არის, აი სამივე პორტფელის აქციების პორტფელი რო დააჯამო, დაახლოებით 20% არის ინვესტირებული აქციებში და აქციებში ინვესტიციები განხორციელებული გვაქვს მსოფლიოს ყველა წამყვან კომპანიაში, ყველა წამყვან ეკონომიკაში შედის ამერიკის, ევროპის, განვითარებული აზიის, განვითარებადი ქვეყნების უბრალოდ როგორც აღნიშნეთ პროპორცია კონსერვატიულ პორტფელში ეს არის დაახლოებით 20%, მაშინ როცა დინამიკურ პორტფელში ეს მაჩვენებელი არის 55%-მდე. განსხვავებული იყო რეგიონების ჭრილშიც აქციების მომგებიანობა, მაგალითისათვის ჩვენ პორტფელში ევროპულმა და აზიის აქციის ბაზრებმა ბევრად უფრო მაღალი მომგებიანობა აჩვენეს 30%-მდე თითქმის, თუმცა ასევე სოლიდური იყო ამერიკის აქციის ბირჟის მომგებიანობა დაახლოებით 17%-მდე იყო და ჯამურად ჩვენი აქციები, რომელიც გვიჭირავს 26%-ით გაიზარდა, ერთადერთი იყო, რომ ლარის გამყარებამ მცირედით შეამცირა ლარში დენომინირებული ჯამში პორტფელის ზომა რამდენი არის ამბობთ? რა მოცულობის თანხა? დაახლოებით 20% 8.5 მილიარდის, მილიარდ ნახევარი ლარი. დიახ. საინტერესო არის კიდევ აი ვიდრე ეთერში შემოვიდოდი, ნახე რომ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ჩაგიდიათ სუვერენულ ობლიგაციებში, რომლის რეფინანსირებაც ახლა მოახდინა საქართველოს. რამ განსაზღვრა ეს პორტფელი, აი 20 მილიონი რატომ და რატო თქვათ მეტი არა, ანაკლები არა? რაც მიაქციეთ ამ შემთხვევაში ყურადღება. ჩვენ ზოგადად როგორც ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე შედარებით აქტიურობას ვაგრძელებთ. ჩვენ სუვერენული ობლიგაციები პირველად 2022 წელს შევიძინეთ საკმაოდ მაღალი მომგებიანობით. ეს ჩვენ პორტფელში იყო დაახლოებით 11 მილიონი დოლარის ღირებულებით დასაწყისში. ვინაიდან მსგავსი ემისიები, რომელიც ჩვენი პორტფელისთვის წარმოადგენს დივერსიფიკაციას, დოლარის ინსტრუმენტი არის და არც ისე ხშირი არის, როგორც იცით ჩვენი ქვეყნიდან მსგავსი ინვესტიციების გამოყენება და აქტივების ინვესტირება ჩვენს ინტერესს წარმოადგენს. ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ ხოლმე ყოველი ინვესტიციის წინ, რამდენად არის მომგებიანი ჩვენი პორტფელისთვის მსგავსი ინვესტირება და რამდენად ახდენს ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციას. 20 მილიონი დოლარი ჩვენი პორტფელისთვის არც ისე დიდი წილი არის, 1%-ზე ნაკლებია და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მიმზიდველი განაკვეთი დაჯდა სახელმწიფო ობლიგაციებზე, დოლარის ინსტრუმენტი არის და ჩვენი აქტივებისთვის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა იმის გათვალისწინებით, რომ ლიმიტირებულია ადგილობრივ ბაზარზე საინვესტიციო ინსტრუმენტები. დიახ, ნამდვილად არ ხართ განებირებული ამ ინვესტირების ფართო შესაძლებლობებით და არც ალბათ საინვესტიციო ინსტრუმენტებით. ადგილობრივ ბაზარზეც მინდა გკითხოთ, ჯამში დღეისათვის უკვე რა მოცულობის თანხა გვაქვს ჩადებული ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და თუ უყურებთ უახლოეს თქვათ 2026 წელს არის თუ არა რაიმე ტიპის განთავსებები უკვე, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო, რომელიცაც ველოდებით, ასე ვთქვათ, კორპორაციულ ბაზარზე. როგორც აღნიშნეთ, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ჩვენი აქტიურობა განსაკუთრებით გაიზარდა 2025 წელს, მას შემდეგ რაც საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნები შეგვისუბუქდა. დღეისათვის დაახლოებით 12 ცალი ობლიგაცია გვიჭირავს და მათი წილი დაახლოებით 2%-ია მთლიან აქტივებში. და 2025 წელსაც რამდენიმე ემისიაში მივიღეთ მონაწილეობა, ესეც ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციის საკმაოდ კარგი საშუალებაა, მიუხედავად ზომის სიმცირისა მთლიან აქტივებთან მიმართებით და ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციას და ტრენდს, ვუყურებთ რა არის ემისიები, წელსაც ნამდვილად ეს აქტივის კლასი ჩვენთვის საინტერესო არის, თუმცა ეს ყველა ინვესტიცია ეყრდნობა ანალიზს კონკრეტული ემისიის შესახებ, კონკრეტული კომპანიის სექტორის ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებებს და 2026 წელსაც ემისიებს აუცილებლად დავაკვირდებით და გადავწყვეტ ჩვენთვის შესაფერისი საინვესტიციო გადაწყვეტილებებს შესაბამისად მივიღებთ. ამ ეტაპზე ხომ არ არის რომელიმე ემისია, რომ მოსაოდნელია და უკვე თქვენ სწავლობთ და განიხილავთ, რომ შესაძლებელია, რომ იმ ემისიაში იყოს თქვა საპენსიო ფონდი წარმოდგენილი.
Pipeline ზოგადად ესეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. Ჩვენ თითქმის ყოველთვის გვაქვს რამდენიმე ემისია, რომელზეც მუშაობენ ადგილობრივი წამყვანი საინვესტიციო ბანკები, ეს არის Galten, Tagarty, TBC Capital, Foresight და ვუყურებთ გვიგზავნიან ინფორმაციას, ჩვენ ვაანალიზებთ, ვიხილავთ ამას საინვესტიციო კომიტეტთან. კონკრეტულ სახელებს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, ვინაიდან არ ვართ რაღაცა ბოლო ეტაპზე ჯერჯერობით მისული. მინდა სხვა ტიპის აქტივებზეც ვკითხოთ, თავის დროზე, როდესაც ამ სხვა ტიპის აქტივებში ინვესტირების ლიმიტიც გაიზარდა 2025-დან თუ სწორად მახსოვს, გამართლება იყო, რომ კონსერვატულ პორტფელში მკვეთრად შეზღუდული იყო ინვესტირების პოტენციალი. რატომ არ მოხდა ამ დრომდე, თქვათ, ამ კუთხით რაიმე ტიპის აქტივობის დაწყება, არა გვაქვს ესეთი ტიპის პროექტები თუ ფონდი უფრო ფრთხილად უდგება და რისკს არ წევს? ჩვენი მხრივ, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შევიდა კანონში, არის, რომ მოგვეცა საშუალება საკანონმდებლო ცვლილებებმა მოგვცა საშუალება მსგავს აქტივებში ინვესტირება განვახორციელოთ, თუმცა კანონშივე წერია, რა პარამეტრები უნდა დავიცვათ მსგავსი ინვესტიციების დროს. მაგალითად, თუ იქნება ინვესტირება გარკვეულ პროექტში, აქ არის აუცილებელი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყოს წარმოდგენილი, თუ იქნება ინვესტირება სხვადასხვა სექტორებში, აუცილებელი არის, რომ იყოს სხვადასხვა ფონდი დარეგისტრირებული და ჩვენ უბრალოდ ვერ გადავახტებით იმ დინამიკას, რასაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი იზრდება. ანუ ამ ეტაპზე ჩვენთვის საინტერესო არც ფონდი არ არის სამწუხაროდ ჯერ დარეგისტრირებული, რომელშიც შეიძლება რომ ინვესტირება განვახორციელოთ და პროექტების მიმართაც ჯერჯერობით მოკვლევის ეტაპზე ვართ. ჯერ ნამდვილად ვუდგებით საინვესტიციო აქტივების განთავსებაც საკმაოდ დიდი სიფრთხილით, ანალიზის საფუძველზე, თუმცა აი აქტივობა თვითონ ბაზრისგან არც ისე დიდი არის და შესაბამისად ჩვენ ვერ ვიქნებით ის ინვესტორი, ვინც ამას მნიშვნელოვნად დაძრავს. ჩვენ ასევე გვაქვს მაგალითად ლიმიტები ინვესტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 20% მსგავსი პროექტის თუ ფონდის ვიყიდოთ და აქ აუცილებელი არის, რომ თვითონ სექტორი იყოს მზად, ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული მსგავსი ფონდებით და ინვესტიციებით. ანუ მთავარია რომ გამოჩნდეს ესეთი პროექტები და შემდეგ იქნება უკვე თქვენი შემოხვედრი ნაბიჯი გადადგმული. სწორად გავიგე მე მგონი. ბოლო დღეებში ანა ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებაზე და დღეს პრემიერმა კობახიძემ ცოტა მეტი დეტალიც გააჟღერა, თქვა რომ ესეთი ტიპის დიდი ფინანსური ორგანიზაცია შეიქმნება, რომელიც თქვა რაღაცა ტიპის კრედიტებსაც გასცემს. თუ ყოფილა საპენსიო ფონდთან რაიმე ტიპის ფორმით კომუნიკაცია, ან რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საპენსიო ფონდი, თქვა ამ ტიპის საფინანსო ორგანიზაციის მაგალითად კრედიტორი? ჩვენი მანდატი საკმაოდ განსხვავებული არის, როგორც იცით, კანონით ჩვენ ვართ გრძელვადიანი ინვესტორი, ვათავსებთ თანხებს ჩვენი მონაწილეების, ჩვენ არაპირდაპირ ვაფინანსებთ ეკონომიკას, რაც არის ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი. როგორც იცით, დაახლოებით 80% არის ინვესტირებული საქართველოში, აქედან უდიდესი ნაწილი არის მაგალითად დეპოზიტებში ინვესტირებული საბანკო სექტორის, რომელიც არაპირდაპირ წარმოადგენს მიწოდებას ამ ლიკვიდობის ბანკებისთვის და ჩვენი როლი ეკონომიკის დაფინანსებაში სწორედ ესე წარმოგვიდგენია, სხვა მიმართულებით არც გქონია საუბარი, ჩვენი აქტივების მართვის ბიზნესი განსხვავებული არის, ჩვენ ვათავსებთ თანხებს და შემდეგ საბანკო სექტორი თავის დაფინანსებისთვის იყენებს ამ რესურსებს, ასე რომ მაგ კითხვაზე სხვანაირად ვერ გიპასუხებთ. თუ თქვათ ასეთი ტიპის ბანკს ექნება დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებელია რომ ვიხილოთ რომ თქვათ საპენსიო ფონდის თანხას დაიდოს იმ ბანკის დეპოზიტებზე და აქედან მოხდეს გავლა. ესეთი რამე დაშვება თუ არის შესაძლებელი? გარკვეული შეზღუდვები არსებობს. სად შეგვიძლია, როგორი ტიპის ბანკებში შეგვიძლია ჩვენ თანხის განთავსება, ესეც კანონით არის განსაზღვრული. უნდა იყოს კომერციული ბანკი, უნდა იყოს რეგულირებადი ეროვნული ბანკის მხრიდან. განვითარების ბანკი ჩემი ხედვით არ არის კომერციული ტიპის ბანკი, ჯერ საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ვართ ამ ბანკის სტრატეგიის და ამიტომაც ვერ გიპასუხებთ. თუ ჩვეულებრივი კომერციული ბანკი იქნება, ჩვენ უნდა გქონდეს საკრედიტო რეიტინგი, მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ბანკთან გვაქვს თითქმის საქართველოში ურთიერთობა, ვსწავლობთ მათ ფინანსურ მდგომარეობას, კვარტალურად ვაკვირდებით დინამიკას და მხოლოდ ამის მერე ვიღებთ ხოლმე ჩვენი ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილებას და ამ ეტაპზე მე მგონი ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი.
მადლობა ამ პასუხისთვის. კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხო, ალბათ ყველაფერი არის დინამიკურად განვითარებადი და ალბათ საპენსიო ფონდსაც ჭირდება გარკვეული ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები ხოლმე, რომ უფრო ეფექტიანი იყოს მისი საქმიანობა. როგორ უყურებთ ამ მიმართულებას? დღეს ჭირდება თუ არა გარკვეული ცვლილებები იმისათვის, რომ თქვენი საინვესტიციო აქტივობა იყოს უფრო მეტად წარმატებული ან ეფექტიანი? ყველაზე მეტად მე როგორც ხედავ ეფექტიანობის ზრდას, საკანონმდებლო თვალსაზრისით შედარებით ნაკლები არის, იმიტომ რომ კანონი უკვე გვაძლევს საკმაოდ დიდ flexibility-ს, რომ ინვესტიციები განვახორციელოთ. თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მაგალითად კონსერვატიული პორტფელიდან გადავა დინამიკურ პორტფელში, ვინაიდან ჩვენი მონაწილეების დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა. საშუალო ასაკი მონაწილეების არის დაახლოებით 38 წელი და მათი ინვესტიციო ჰორიზონტი საპენსიო ასაკამდე არის საკმაოდ გრძელი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ ინვესტიციები მაგალითად აქციებში. და როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, კი გვაქვს დადებითი დინამიკა კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში გადატანების, თუმცა მათი ზომა მაინც საკმაოდ პატარა რჩება. დინამიკურ პორტფელს კი თავისუფლება საკმაოდ დიდი აქვს. 60%-მდე შეუძლია რომ განათავსოს უცხოური დოლარში დენომინირებულ აქტივებში, მათ შორის აქციებში, საერთაშორისო ობლიგაციებში, სხვადასხვა ტიპის ფონდებში, თუმცა ამ ეტაპზე აი ზომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემზღუდავი ფაქტორი და დაგეთანხმებით, რომ ჩვენი მხრიდან აუცილებელია, რომ გაიზარდოს მონაწილეებთან კომუნიკაცია, რომ გავზარდოთ ცნობადობა საპენსიო ფონდის და ამ სამი პორტფელის და მათი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლების. დიახ, და ბოლოს მინდა 2026-ის გეგმებიც მითხრათ, რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით, იგივე საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილში, საბჭოსთან ურთიერთობა, როგორ ხდება შეკრებები თუ ხდება, იმიტომ რომ ბოლოს რაც ნახე, გასული წლის აპრილში იყო საინვესტიციო ფონდის შეკრება, ხომ, სწორად მახსოვს? კი, როგორც აღნიშნეთ, 2025 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენი მმართველობის სტრუქტურაში. ადრე ყვავდა საინვესტიციო საბჭო, რომელიც შეიცვალა, ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი საბჭო, რომელიც 9 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. ამ საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბდა საინვესტიციო კომიტეტი, რისკების კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ განახლებულ ახალ საბჭოსთან ერთად უკვე ვიმუშავეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განახლებაზე, რომელიც არის ჩვენი მთავარი სახელმძღვანელო საინვესტიციო მიმართულებით. ეს დოკუმენტი უკვე განახლებული გვაქვს და გაგზავნილი გვაქვს ეროვნულ ბანკთან განსახილველად და უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ, რომელიც იქნება მთავარი გზამკვლევი 2026 წელს ჩვენი ინვესტიციებთან მიმართებით. ზოგადად 2026 წლის მიმართაც საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ერთის მხრივ ველოდებით, რომ გაიზრდება კონტრიბუციების მოცულობა ეკონომიკური აქტივობის პარალელურად და მეორეს მხრივ საერთაშორისო აქციების და ადგილობრივი ინვესტიციების მიმართულებითაც საკმაოდ დადებით დინამიკას ველოდებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ვთვლით, რომ წლის ბოლოსთვის 10 მილიარდ ლარს მიაღწევს ჩვენი პორტფელის აქტივების ზომა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გაგვიზიარეთ თქვენი გეგმების შესახებ და ასევე შევაჯამეთ, სად არის დაბანდებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები. საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია იყო ჩვენი სტუმარი.